დილამშვიდობისა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დაიწყო ახალი კვირა ისრაელში და ჩვენ ტრადიციულად რასაკვირველია ამ კვირას ვიწყებთ ერთად. პირველ რიგში გისურვებთ არაჩვეულებრივ უქმეებს და შემდეგ უკვე მომავალ კვირას. ნახეთ როგორი ლამაზი ყვავილები მაქვს, ეს ყვავილები დედა მაჩუკას ვარტაშელის. ლამაზია. გაზაფხული. სხვა შორის ისეთ ცივა ისრაელში, ისეთ ცივა გავიყინეთ. ეს დიდი გამყინვარება, სადან დაგვატყდა თავს ისრაელში მართლა ვერ გამიგია, იმიტომ რომ საოცრად ცივა. ჯინსის ქურთუკებიდან გადავედით ისევ დუდის ქურთუკებზე და პალტოებზე და იმედია დიდხანს აღარ გაგრძელდება, მაგრამ მე მგონი მარტის შუა რიცხვებამდე ესე იქნება რა. ცივა ხოლმე. მე უკვე გავემზადე, როგორც ხედავთ, მე და გავდივართ. ვინტაჟური ჭურჭლის და რაღაცების დასათვალიერებლად, ანუ ესე ვთქვათ, ბაზრობაზე. დედას ძალიან უყვარს ჭურჭელი, მოკლედ და არის პარასკევობით ისრაელში, თელ-ავივში, რაც ვიცი, ყველა შემთხვევაში, მე მგონი ხაიფაშიც არის, იმართება ხოლმე ესეთი ბაზრები, სადაც გამოვაქვთ ძველი ჭურჭელი, ძველი ნივთები, რა თქმა უნდა, სამოსიც არის ხოლმე ტანსაცმელი, ბევრი რაღაცა, მოკლედ ახლა წავალთ და გაჩვენებთ ყველაფერს. იმართება ორ ადგილას თელ-ავივში, რაც ზუსტად ვიცი, ერთი მეგონი King George-ის ქუჩასთან ახლოს, პარასკევობით მხოლოდ. მეორე ხა სადაც ჩვენ მივდივართ, ეს არის თელ-ავივის Fashion Mall-ის წინ და მესამე ვიცი იაფოში, ეგეც მხოლოდ პარასკევობით არის ხოლმე, შუკა პიშპიში, ასე ქვია. და ძალიან საინტერესოა. ეხლა მოდი წავიდეთ ერთ ადგილას და ანუ აი ამ თელ-ავივის მოლის წინ და შემდეგ პარასკევს იქნებ მოვხვდეთ იაფოშიც. რა თქმა უნდა, ამასობაში თუ მოგეწონებათ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ და წავედით. ვაუ, ძალიან კაი სუნი აქვს. რომელი საათია? წავედი გავიქეცი ახლა. უკვე კი გამოვეწყვე. მე მგონი ძალიან ყავისფერებში ხო არ. რა არის ეს არის? ვეღარ გამიგია როგორი ამინდია, თან თითქოს გარეთ ცხელა სახში ცივა. მოკლედ, არ ვიცი. გასვლას ვაპირებდი ახლა უკვე, დედაც გამოვიდა და მაგრამ მე უფრო მალე მივალ, ამიტომ 1-5 წუთი მაქვს დრო, რომ გაჩვენოთ რა შევიძინე გუშინ. გუშინ შევიძინე ლოქსიტანში რაღაცები და მინდა გაჩვენოთ, ის კი არ მინდა გაჩვენოთ რა შევიძინე, უფრო მეტად მინდა გაჩვენოთ რა მაჩუქეს. პირველ რიგში ჩემი საყვარელი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტანის დასაბანი ზეთი, ნუშის ზეთი, რომელიც არის არაჩვეულებრივი, ძალიან სასიამოვნო სურნელი აქვს, აი ძალიან ნეიტრალური და ძალიან კაია. შევიძინე ასევე პატარა თმის კონდიციონერი. ხო და ეს პირველად შევიძინე და გამოჩნდა მინდა. და ამიტომ პატარა ვიყიდე. თუმცა მაღაზიაში კონსულტანტმა მკითხა, ეს გამომიყენებია თუ არა, კონკრეტულად აი ეს კონდიციონერი, ვუთხარი რომ არა თქოს, სხვა რო ხოლმე ძირითადად. ამიტომ გამომატანა 2 ცალი ტესტერი. როჯერო ეს ცადეო და თუ მოგეწონებაო, მე ის გახსენი და იხმარეო. ძალიან ჭკვიანურია. კიდე რაღაც გამომატანა. ხო, ეს არის არაჩვეულებრივი ტანის კრემი, ლოქსიტანის, ძალიან მომწონს. მარტის ბოლომდე თუ არ ვწდები, არის 10%-იანი ფასდაკლება, აი ამ კოდით და ძალიან გამიხარდა, იქნებ შევიძინო მე. და ასევე საჩუქრად მოყვა აი ესეთი სუნამოების ნაკრები, მათი ყველაზე პოპულარული, ასე მითხრა, სუნამოების ესე პატარა ტესტერები. რაც მე მგონი ძალიან კარგია, ეს სამოგზაუროდ რომ დავდივარ ხოლმე, ძალიან გამოსადეგია ესეთი რაღაცეები. სურნელი ნამდვილად არ ვიცი, არც ერთის, ყველა სხვადასხვა. კაია, ძალიან კაი, მშვენიერი. მოკლედ ეს საჩუქრები მიმიღე, სრულიად გასახარებელი. ეხლა მართლა წავედი. მცივენ ადამიანი ვარ, ამაზე სასწრაფოდ ჭირდება შარფი.
ესე იგი შეხვედრა დედასთან როგორ ხდება პირველ რიგში. ტყემალი, ქართული, რომელიც გუჩი გამიტყვა შუაღამისას და სასწრაფოდ გამოვიძახე. სწრაფი მოსაღუნება. 24 შვიდზე მუშაობს. დედა ქვია. ეს რა არის თუჯი? ხო, თუჯი. თუჯში ხო ხა ის არის გავრცელებული რეცეპტი როა თონის პურს რო აწყობენ სახლში. Antas Krasosat Kinandeli. Wow, Art Deco? זה ארט דקו, כן. הקופסה שלו אורגינל, עם הזה. כן. יש החברה והכל. והכל אורגינל. סבבה. זה מורנו. כן. זה מורנו, זה כל אחד, למה זה עושים בפה ומנפחים. זה עבודת יד ומנפחים בפה. כן, 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 מורנו אנחנו, כן, מכירים. וזה כל אחד. נכון, נכון. מגניב. לוקחים אותם, ושמים אותם בבטחים. וואו, איזה יפה. איזה יפה. וואו. მოვედით. ნაცნობ ჭურჭელთან. და რა ღირს ახლა ისე მაინტერესებს. Ciao. გამოსავლე. და რა როგორ? სტოშიკი. ვერ გავიგე როგორ? პარა. ხო, წვეთში. მაგარია. שמפתחות לקרקע. שאול, אתה רוצה להשאיר לי... לא, מזיע, איזה. אתה חוזר, אז בסדר, אני אחכה, לא... מה שלא הוצאתי את זה קודם, הוצאתי את זה... מלכיו לראות אחר כך. המחמד שרטובי ארמאבס, קוני מלכיו. צוען שירו אחר. כאן. ვიცი. ფეხიც ხო არ აქვს შემთხვევით. ეხა ხო პური მიმოდის.
რა არის ფურიმი? ფურიმი ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და ფერადი ებრაული დღესასწაულია. იგი ეძღვნება ისტორიულ მოვლენას, რომელიც აღწერილია ესთერის წიგნში. გადმოცემის მიხედვით, სპარსეთის იმპერიაში მცხოვრებ ებრაელებს განადგურება ემუქრებოდათ, მაგრამ დედოფალმა ესთერმა და მისმა ბიძამ, მორდეხაიმ, შეძლეს ხალხის გადარჩენა. სწორედ ამ სასწაულებრივი ხსნის აღსანიშნავად აღინიშნება ფურიმი ყოველ წელს. ამ დღეს ადამიანები ხშირად იცავენ კოსტიუმებს და ნიღბებს, ქუჩაში იმართება კარნავალები და მხიარული მსვლელობები. ტრადიციის მიხედვით ადამიანები ერთმანეთს უგზავნიან ტკბილეულითა და საჭმლით სავსე პატარა კალათებს. ამას მიშლუახ-მანოთ ეწოდება. ასევე მიღებულია გაჭირვებულთა დახმარება და ერთად მხიარულად დღესასწაულის აღნიშვნა ოჯახთან და მეგობრებთან. ფურიმის ერთ-ერთი სიმბოლოა ტკბილეული, განსაკუთრებით სამკუთხა ფორმის ნამცხვარი ოზნეა მან, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ. მთელი დღის განმავლობაში ქალაქებში განსაკუთრებული დღესასწაულო ატმოსფერო იგრძნობა, მუსიკა, ფერები და კოსტიუმები ფურიმს ნამდვილ კარნავალად აქცევს. თუმცა სამწუხაროდ ფურიმის აღნიშვნა წელს ვერ გამოგვივიდა, რადგან დაიწყო ომი ირანთან. არ ვიცოდი, რომ ეს ყავის საფქვავი იყო. ეგოისტი ქვია? ერთი ცალი როა მაგ. ვაუ, როგორი კრეატიული სახელია. ძალიან მოდი ვიყიდოთ და 280 შეკელი ის. ფრანცია, ხო, ფრანგული მანუფაქტურა. ესეთი ნაზია, ესეთი რომ მოწყდეს. 120 შეკელი, 120 შეკელი. საპირფარეშოზე მიამაგრებ. ცოტა აღარ მოვწონს ესეთი რაღაცეები. ეს კაფეებში კარგი იქნება. რაღაც თემატური კომერციულში კი. ესენი გახსოვს ჩვენი ბავშვობის? ვაუ! მიყვარდა ხოლმე, ძალიან გემრიელი კაფეტები იყო ხოლმე. זה מהשקל, לא פחות. דבר כזה. וואו, זה למה? זה לפרחים? מה זה? טיסטוס עליהם. חמצה וויפיקרה. הגני חור. וואו. לייקוש, לייקה. לייקה, לייקה. זה פמות. ეხა ნახეთ დედას რა უნდა. კაი და ნუ მაგიჟებ, რა თქინდა ეს? ნუ. კაი, ნუ გამაგიჟე დედა. ეს არის სადღაც დადგა, რა თქინდა. დანიშნულება აქვს არაფერი დეკორატიული. აი ეს ქანდაკება 4000 შეკელი ღირს და გაყიდულა უკვე. ძალიან მომეწონა. אבא שלי התקשר אליי, לקחתי את האגסים, אמרתי לקחתי על הבוקר. შენ ჯგუფში ჩააგდე და გოგოებისა. ესეთი კოუზები ჩვენს გვაქვს სახლში. კარლოვი ვარში, ჟელეზნავოდსკში, პიატიგორსკში. გენერალური კალიონა. კარლოვი ვარში ნამყოფი ვარ. ხო ვიცი, ჟელეზნავოდსკში, პიატიგორსკში. პიატიგორსკში, მინვოჩი. ავსებდი მინერალურ წყალს. როგორ ჩვენთან ბორჯომი. და აქედან სვავ. აიო, მაგნივ. ეს ჩემი ბავშვობა.
თან ორი ძალია. ეს ხალხი ძალიან მოძალადეა. წერილები მომწეს, ესე დადიოდნენ ფური მისი და რაღაცა სურვილები ეთქვა და არ მეცალა რომ გადავეჭარ. ხელსახოცებია. მე ესეთები ხო გქონდა ხოლმე. აბა ისრაელის უფრა არც ერთი არ არის. ისრაელის უფრა რას ნიშნავს? აი ჩვენაც გვაქვს ქართული. აბა გაიცნო. შემოწონს 100 შეკელი ღირს. ძველია ძალიან. 120 და 100. 120 ვაფასებო და 100 მოგცემ. ძინა. საათი אני לא כל כך הבינה איך אני מדברת איתה רוסית כל כך חופשי, אבל... בקיצור, אמרתי לה ברוסית עילגת שהיא... როგორც ხედავთ ეკრანზე, მოპირდაპირ მხარეს არის განლაგებული სამოსი, რომელსაც ჩვენ დღეს ნამდვილად არ დავათვალიერებთ და თავს ამოვყოფთ პირდაპირ ომში. ჩემო ძირფესო მაყურებლებო, მორიგი, მოგესალმებით ისრაელში დაიწყო ომი. გუშინ და დღესაც გრძელდება დღესდღეობრივია. და ჩავდივართ ახლა ბუნკერში, მივაჩინის კარგი თვეს ამ. გუშინ ცენტრით ისე ვიყავით. რამეც ორჯერ ზუსტად რამე ერთხელ და მე გამთენილის. დღეს მესამე ჩასვლა და ეხლა მივხვდი რომ ფეხის კუნთები მტკივა მაგრად. პროსტად მივხვდი დიდი ხანია რომ მტკივა, მაგრამ ეხლა მივხვდი რატომაც. გუშინ რომ საათობით ფეხზე ვიდექით ბუნკერში, თავშესაფარში მაგის ბრალია. ეს არის ჩვენი ბუნკერი. ამასაც დიდად ვერ ვასწრებთ. გუშინ საერთოდ კვერცხის მოხარშვა მინდოდა და ზუსტად 3 საათი ვხარშავდი 4 კვერცხს. ეხლა დილით მინდოდა რომ ფაფა გამეკეთებინა შვის მოხარშული, ამ ხოლმე ესე მოხარშვის მალე ხატვაც ესე მომიდა და სანამ მოხარშე და გამძადა, ჩაერთო ისე სირენა, ისე გავიქეცით, ხა მოვედით. რავი, ალბათ მალე დაგვეწევა სხვა სირენაც მომდევნო. ვარ მაღაზიაში და ნახოთ აბა რა ხდება. მასე ცოტა ხალხია, ვიდრე ამ დროს არის ხოლმე აქ, ეხლა დაახლოებით არის 11 საათი და ძალიან ცოტა ხალხია. მაგრამ ყველაფერი მუშაობს, აი ნახეთ. ბოსტნეულის მაღაზია იქით. ჩენჯი დაკეტილია. სუპერიც ნორმალურია. ანუ არ არის ძალიან ბევრი ხალხი. ვიყიდე უცბად რაც იყო. და მივიდივარ ახლა სახლში. ეს არის ჩვენი ბუნკერი, აი ამის დაბლა.
ზაფხულის ომში უფრო ყველაფერი დეტალურად mums გადაღებული. აი ჩვენი ბუნკერის შესასვლელი. შემდეგ შესვენებაზე უკვე თავს დავივან, თორე ესე აღარ შეიძლება. ეხლა შეიძლება ვეღარ მოვასწრო. მაინც კაი საქმე გავაკეთე, მაღაზიაში ვიყავი. სულ არ მინდოდა ამ ლოგის დაწყება ესე ომით. დღევანდელმა სირენამ მეორე დღეს არის ხა 12 საათი შუა დღის მომისწრო სუპერში, სუპერმარკეტში და ეხლა ვარ სუპერმარკეტის ბუნკერში ჩამოსული. დღეს პირველი სირენა ჩაირთო სადღაც 6 საათზე, არა, ბოდიში 7 საათზე დილით და ეს უკვე მეორეა, არა მესამე, იმიტომ რომ 7 საათზე რო იყო, მე რუს ნახევარზეც იყო და ეხლა 12 საათზე. ხაც ვერ არის კარგი სიტუაცია მგონი. ესეთი აჯაჯული ვარ დღეს. ისეთი როგორც ომს შეეფერება ზუსტად. ჩემი თავის დანახვა აღარ შემიძლია ესეთი აჯაჯული. ამოვედი სუპერიდან. აგერ ამოსულები არ ვიყავით, უკვე ჩამოვიდართ. ხუთი კი მოვიცვი. ტროცი მოხდებით. ხო, მე მასკარი შემოვიყვანთ. ჩემი ყვავილები ისევ ლამაზები არიან. ეს არის უკვე მესამე თუ მეოთხედ მოგვიწია ჩასვლა ბუნკერში. ცოტა უკვე გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი. 5 შაბათს მივიდოდით ქორწილში, მაგრამ სამწუხაროდ და რასაკვირველია ვერ წავალთ და ქორწილი გადაიდო თვის ბოლომდე. რომ 1 აპრილამდე მაინც გაგრძელდება ესეთი სიტუაცია, ანუ პესახამდე, ან პასექამდე. და არ ვიცი რას ვიზავთ მანამდე. ვიტე დავკეცო მაისურები, იმიტომ რომ აღარ ვიცი რა გავაკეთო სახლში. სახლი დავალაგე, გუშინ საჭმელიც გავაკეთე. დღეს ცოტა გამოვშტერდი ჩემს ტანსაცმელს. რაღაცა ნაწილს მაინც დავალაგებ. ლამაზად დავალაგე ცოტა. ესენი, აქეთ ესენი, ჯინსები, შარფები და ნაჭრის შავლები. თან მომწონს. მოპიწყინებული. უკვე ძალიან მოსაბეზრებელი გახდა ეს ყველაფერი. მე ჩემი მეზობლების დანახვაც კი რო აღარ მინდა და ძალიან მაღიზიანებენ, გითხარით? თუ არ მithქვამს, იცოდეთ. არ შემიძლია უკვე მაგათი დანახვა. ესე ვდგავარ და ვფიქრობ, რა გავაკეთო? მოვასწრებ თუ არა საბაზანოში შესვლას, დუში, რამე რუმე, თუ ჯობია დავიცადო, მაგრამ რო დავიცადო, შეიძლება საერთოდ ისე გაგრძელდეს, რომ დილამდე არაფერი იყოს. მაგრამ შეიძლება ეხლა 1 წუთში გარდა ახლავე რაღაც დაიწყოს და ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე აი ამ გადაწყვეტილების მიღება. როდის მივიღო შხაპი? რა დროს? სხვა შორის წეგან ამოსულები არ ვიყავით და უკვე ჩასასვლელები გავხდით და ჩვენი ფისუნია მილუჩკა ჩვენი ფისუნია ანუ ხომ მოვიყვანეთ ჩაყვანილი ყავდა საშესაფარში სულ დაკავს და აი მეორეც უკვე აღარ ჩავიყვანეთ. ანუ მე უცბად ჩასასვლელები გავხდით კიდე აღარ ჩავიყვანეთ. ვუტოვებ ხოლმე სულ გული ვისკდება რა არაფერი დაემართოს. დღეს მართლა კანცი გაგვაძრეს. აი რაც ღამე არ დაგვაკლეს, რაც ღამე დაგვაკლეს, დღეს აგვინაზღაურეს მოკლედ, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ დღის განმავლობაში იყო და გუშინ ღამე ასე თუ ისე ნორმალურად მეძინა. ანუ ამის წინა ღამეს უფრო ცუდად მეძინა, იმიტომ რომ სადღაც მოლოდინში ვიყავი, რომ აი ახლა იქნება. გუშინ გავითიშე, მართლა გავითიშე, სწავლილი ვიყავი. ხო და დღესაც რა თქმა უნდა არ ვიცი რა იქნება. ძირითადად პირველი ორისკენ არის ხოლმე მაინც. რაკეტები, სხვადასხვა არის განსხვავება ირანისა და ხიზბალას.
რაკეტებს შორის, უბრალოდ არ ვიცი რაკეტებს შორის თუ არის განსხვავება, მაგრამ აი ჩვენთან მესიჯი და შეტყობინება რომ მოდის, მაგათ შორის არის განსხვავება, იმიტომ რომ ირანის რაკეტა როცა მოდის, გვაქვს დაახლოებით 10 წუთიანი 10 წუთი დრო, რომ გავიმზადოთ და მოვასწროთ თავშესაფარში ჩასვლა და ამ 10 წუთში სრულად ვასწრებთ ყველაფერს, მილას შეყვანასაც, ჩვენ ჩაცმასაც, რა თქმა უნდა, ყველაფერს აბსოლუტურად. ხო და აი თუ ხიზბალას გამოშვებული ანუ ლიბანი, ხო? ლიბანიდან არის რაკეტა, გვაქვს წუთნახევარი და აი წუთნახევარში ვერაფერს ვერ ვასწრებთ. ვერ ვასწრებთ რომ ჩავიდეთ თავშესაფრამდე, ანუ გზაში დაგვეწევა ხოლმე ეს ბომბების ხმები და აი ძალიან გულგაგვიხდა წეღან დაგვაგვიანდასავით, უბრალოდ რაღაც ვერ მობილიზდით დროულად, მაგრამ მაინც ვერ მოვასწრებთ აზრი არის. ხო და სანამ მილა ავიყვანეთ და სანამ ჩვენც რაღაც ესე ქურთუკები ჩავიცვით და ის ანუ 2 წუთი გვინდა რა. აი წუთი და 50 წამი, ხო 2 წუთი რა. იმიტომ რომ ის წუთნახევრიანი აყოფნის სამწუხაროდ და კაი წავალი ხა მაინც გავრისკა. ჰალოვაზი დღეს სხვათა შორის იმ დღეს ჩემ დაქარცაც მეუბნებოდი რომ არ იცოდე რომ ომია ისრაელში, აი ესე გაიც რომ გამოხვიდე, ვერც გაიგებ რომ ომია. ანუ ცოტა ეხლა რაღაცები კი დაკეტილია. მაგალითად აი ტექსტილი მაღაზიები ისეთი რა და ასაცვენის და ასე შემდეგ. მაგრამ აფთიაქები და სუპერები ხდება. ამის გამიტანა ღია ყველაფერი. კაფეებიც. ხილი მაქვს საყიდელი. მერე ჩამოვალ. დღეს პირველი სირენა და ჯერჯერობით უკანასკნელი ახლა არის რომელი საათი? 2. იყო დილის 6 საათი, 5 წუთი. ნახოთ როგორ განვითარება მომენტი, მაგრამ ამი რა შედარება? ძალიან შემცირებულია ბომბები. პირველ დღესთან შედარებით. უცბად მოვიარე მაღაზიები, რომ რავი არ იყოს მერე. წარმოიდგინეთ, ქორწილის კი გადაიხადეს თავშესაფარში, ესენი სტუმრები არიან. ახლა გაჩვენებთ ქორწილს თვითონ და პატარძალს. სწორედ ასეთი შეტყობინების სახით ვიღებთ გაფრთხილებას 10 წუთით ადრე სირენის ჩართვამდე. სირენის ჩართვიდან ხალხს ზუსტად წუთნახევარი აქვს დრო, რომ შემოვიდნენ თავშესაფარში და როდესაც ეს კონკრეტული ოპერაცია სრულდება, ასევე აი ასეთი სახით ვიღებთ შეტყობინებას, რომ უსაფრთხოა გასვლა და შეგვიძლია რომ დავტოვოთ ბუნკერები. ეხლა არის 4 წუთები, არა 4 და 5 წუთები დაიწყო. ესე იგი 3:30-ზე ხო დაიწყო და ყოველ დაახლოებით 50 წუთში მეორდება. ეს მესამე გამოსვლა. დაგაძინებს. მაგერ 7:30-ია და ისე გავაქცუნეს თავშესაფარში. იმედია ახლა მაინც დავიცინოთ. დღეს ღამე ბოლო მოგვიღეს. ეხლა არის 6:15 წუთი და წამოგახტუნეს, მე მგონი ამ ღამის მესამედი. დავედი.
გავაგრძელეთ წინ. ოკეი. ამასობაში რაღაცები გამოვიწერე სუპერიდან, ჩემი საყვარელი სუპერიდან, კარმელადან. მოდი შემოვატრიალოთ, რომ თქვენს გაინახოთ. ყველაფერი მოწესრიგებული, მობიტკინებული და ძალიან მალე მოდის. სხვათა შორის. გუშინ გავაკეთე შეკვეთა დაახლოებით 9 საათზე და დღეს მოვიდა რომელი საათია? 3. ესენი გამოვიწერე, მაგრამ არ ვიცი გლუტენიანია თუ გლუტენოა თუ არა, ეხლა შევეცდები წავიკითხო. უბრალოდ ეხლა არა, მაგრამ მე გავიგებ. ამ ვლოგის დამუშავებისას უცნაური შეგრძნება დამეუფლა. პარასკევს მე და დედა დავსეირნობდით თელ-ავივის ქუჩებში, ბაზრობაზე, ვალაგებდით შემდეგი კვირის გეგმებს, შაბათს კი ომში ამოვყავთ თავი. ძალიან უცნაურია, როცა ყოველდღიური ცხოვრება ერთ წამში შეიძლება ასე შეიცვალოს. რუსთვის შეიძლება უცნაურიც იყოს, რომ ასეთ დროს ისრაელში ცხოვრება არ ჩერდება, მიუხედავად რთული ვითარებისა. ბევრი სამსახური მაინც მუშაობს, ადამიანები ისევ დადიან სამსახურში, ბავშვების სკოლაში და ყოველდღიური ცხოვრება გარკვეულწილად მაინც გრძელდება. რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს უსაფრთხოების წესების დაცვას, თავშესაფრების ადგილმდებარეობა ყველა მიცის და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად რეაგირებენ. უცნაური შეგრძნება ერთი მხრივ თითქოს ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებ, მუშაობ, გეგმებს აალაგებ და მეორე მხრივ ყოველთვის არის ის განცდა, რომ სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. არც თუ სახარბიელოდ. სწორედ ამიტომ ადამიანები ცდილობენ არ დაკარგონ რუტინა და ყოველდღიურობა, რადგან ეს გარკვეულ სტაბილურობას მაინც ქმნის. მედოვნებ, რომ მალე ისევ მშვიდი დღეები გვექნება და შემდეგი ვლოგები ისევ უფრო მსუბუქ თემებზე იქნება, უფრო საინტერესო, უფრო სახალისო და ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, დააფასეთ მშვიდობა და სიცოცხლე. დიდი მადლობა, ვინც უყურეთ ჩემ ვლოგს ბოლომდე და დროებით.